აბრეშუმის გზის ფორუმი, ახალი სავაჭრო პარტნიორები და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რა პრაქტიკული შედეგები აქვს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით, როგორი შედეგები დასრულდა 2025 წელი და რა გეგმები აქვს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გენადი არველაძესთან ვისაუბრებთ ამ თემებზე, რომელიც მე ახლა ვახსენე, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. წლის ბოლოა და პრაქტიკულად ისე გამოვიდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ყველა მიმართულებით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევაჯამოთ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც 2025 წელს ახაზე ჰქონდა, ეს იყო აბრეშუმის გზის ფორუმი და შეუძლებელია, რომ არ შევეხოთ ამ ფორუმის მნიშვნელობას და ბუნებრივია აქ საინტერესოა შემოდის კითხვა, რამდენად შედეგიანი არის ხოლმე. იმ დღეების განმავლობაში, როდესაც ესა თუ ის ღონისძიება ტარდება, მიუხედავ იმისა, რომ ძალიან აქტიურად ვაშუქებთ, სულ მაქვს კითხვა, რომ აი მე რა ხდება და დაუშვათ შედეგის კუთხით რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამა თუ იმ ფორუმმა გაამართლა. როგორ აფასებთ 2025 წლის ბოლოს, თუნდაც მათ შორის ამ ფორუმის მნიშვნელობას. მოგესალმებით მაია, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველად ვარ ამ სტუდიაში შესაბამისად, მინდა მოგილოცოთ და წარმატებები მინდა გისურვოთ. რაც შეეხება უშუალოდ აბრეშუმის გზის ფორუმს, აღნიშნული ფორუმი, როგორც იცით, არის ძალიან მაღალი მნიშვნელობის და ეს მნიშვნელობა არაერთხელ დადასტურდა წელს განსაკუთრებით, იყო საიუბილეო წელი, მეხუთედ ჩატარდა აღნიშნული ფორუმი, რომელიც ემსახურება საქართველოს როლის წარმოჩინებას, როგორც მნიშვნელოვან დამაკავშირებელს აზიასა და ევროპას შორის. ფაქტიურად საქართველოს აღნიშნული ფორუმით პოზიციონირებს, რომ ის არის უმოკლესი გზა, რომელიც აკავშირებს ასევე სწრაფ დროში ევროპის და აზიის ქვეყნებს, როგორც ვაჭრობის მიმართულებით, ასევე ლოჯისტიკის მიმართულებით. ჩვენ ასევე აღნიშნული ფორუმის ფარგლებში გვყავს ძალიან ბევრი მაღალი დონის გვყავდა ძალიან მაღალი დონის სტუმარი, როგორც სახელმწიფო სხვადასხვა სახელმწიფოებიდან, ასევე კერძო სექტორიდან. მნიშვნელოვანი იყო მასშტაბიდან გამომდინარე წლევანდელი ფორუმი, რადგან 2300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა 72 ქვეყნიდან, რაც უპრეცედენტო იყო რაოდენობრივად, აქამდე ჩატარებულ ფორუმებს თუ შევადარებთ და მნიშვნელოვანი იყო ასევე ის ბიზნეს კომპონენტი, რომელიც ამ ფორუმს ახლდა, სადაც 100-ზე მეტი ორმხრივი ბიზნეს შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, რომლებიც სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობდნენ, ჩვენს ადგილობრივ ბიზნესს ჰქონდა შესაძლებლობა ორმხრივი შეხვედრები გაიმართათ სხვადასხვა პოტენციურ პროექტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს ფორუმი ასევე იყო შესაძლებლობა ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიეწოდებინა დამსწრებისთვის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში ვგეგმავთ. ეს შეეხებოდა როგორც ანაკლის ღრმაწყლოვან პორტს, ასევე შავი ზღვის კაბელს, ასევე იმ რკინიგზის მოდერნიზების პროექტს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გავხსენით, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი არის და ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, რომ დაინტერესებულ მხარეებს, ასევე ინვესტორებს მომავალი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასთან დაკავშირებით მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ასევე მათ ჩართულობასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ინფორმაცია მიიღოთ და ეს იყო კარგი პანელური დისკუსიები იმ ტრადიციულ სადისკუსიო თემატიკებთან ერთად, რომელიც დაეთმო როგორც საერთაშორისო ვაჭრობას, ასევე ენერგეტიკულ დაკავშირებადობას, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ დაკავშირებადობას. ასევე მნიშვნელოვანი იყო ფორუმი იმ კუთხით, რომ ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი დონის წარმომადგენლობა რეგიონის ქვეყნებიდან, როგორც პრემიერების, ასევე ვიცე-პრემიერების და სხვადასხვა მინისტრების დონეზე, რაც იძლევა ასევე კარგ შესაძლებლობას, რომ იმ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე საერთო მსჯელობის პლატფორმა შექმნა ქვეყანამ, აღნიშნული ფორუმის ჩამოყალიბებით და ის გარკვეულ ტრადიციად იქცა და
მოწმობს ინტერესს მოწმობს ის მასშტაბური წარმომადგენლობა, რომელიც ჩვენ გვყავდა სხვადასხვა ქვეყნიდან. კი ბატონო, ამ ფორუმთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ფორუმები ხა განსაკუთრებით ის ნაწილი, რაც თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოს დაკავშირებადობა აზიას, ევროპას შორის და მთლიანობაში ამ კონტექსტში განხილვა განსაკუთრებული ინტერესი იძლევა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც საქართველოს უკვე აქვს და რომელთან მიმართებაში ახალ სავაჭრო ურთიერთობებზე რომელთან დაკავშირებითაც მუშაობთ. რამდენ ქვეყანასთან გვაქვს ამ კუთხით და მაგალითად 2025 წელს რამდენჯერმე მოვისმინეთ, რომ იგივე საუდის არაბეთთან შეიძლება ასევე ბოლოს დაანონსდა სერბეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. რა ნაბიჯებს დგავთ ამ მიმართულებით და რა მოლოდინი უნდა გქონდეს საზოგადოებას? დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის სარგებელი, რომელსაც ქვეყანა იღებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით და ის შესაძლებლობები, რომელიც ეცემა ჩვენს ამ შემთხვევაში კერძო სექტორს, იმ წარმოებლებს, რომლებიც ქვეყანაში ქმნიან დამატებით ღირებულებას და გააქვთ ექსპორტზე საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი. ჩვენ გვაქვს, როგორც იცით, 46 ქვეყანასთან და ერთ ადმინისტრაციულ ერთეულთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ეს არის დამსახურება ჩვენი მთავრობის, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში 2014 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ევროკავშირთან ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, რომელიც ასევე გულისხმობს ღრმა და ყოველსმოცლ თავისუფალ ვაჭრობას, მას მოჰყვა ასევე არაერთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიც არის ჩინეთი, ასევე ჰონკონგი, ასევე ემირატები, ასევე ეს იყო სხვადასხვა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები. ფაქტიურად ჩვენ ამით შევძელით, რომ მოგვეცვა 2.3 მილიარდიანი სამხარობლო ბაზარი, სადაც ჩვენს წარმოებლებს წვდომა აქვთ აღნიშნულ ბაზრებზე იმ პრეფერენციული რეჟიმით, რომელიც ქვეყანამ ნამდვილად ამბიციური შეთანხმებებით, რომელიც უპრეცედენტო არის ამ ქვეყნების მიერ სხვა ქვეყნებთან გაფორმებულ შეთანხმებებს თუ შევადარებთ იმ შედეგებით, რაც მივაღწიეთ აღნიშნულ ქვეყნებთან ამ შეთანხმებების ფარგლებში. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი საგარეო ვაჭრობის 87% ნამდვილად მოდის იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც ჩვენ გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მთავრობა სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობს და თანმიმდევრულად აფორმებს ისეთ ქვეყნებთან, სადაც რეალურად არის შესაძლებლობა და პოტენციალი ჩვენი საექსპორტო პროდუქტების განთავსების. შეგიძლიათ ჩამოვთვალოთ მაგალითად ეხა ვისთანაც ფიქრობთ, რომ შეიძლება გავაფორმოთ ახალი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, რომლებია და რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები? დიახ, ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით ეხლა ვაწარმოებთ უпростоრად ძალიან წარმატებული წელი გქონდა 2025 წელი. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რომელთანაც ორი ძალიან წარმატებული კონსულტაცია გქონდა. წინა კონსულტაციებს ავეძახით ამას, სანამ ჩვენ ჩავერთვებით უშუალოდ მოლაპარაკებებში. შესაბამისად, ეხლა ანგარიში მზადდება სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ, რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ეს ანგარიში დადებითი, რაც მიცემს შესაძლებლობას სპარსეთის ყურის ქვეყნების მინისტრებს, რომ მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში, რომ გაიხსნას თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები. ეს გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას, რომ 60 მილიონზე მეტ სამხარობლო ბაზარზე დამატებით შევუქმნათ ჩვენს წარმოებლებს შესაძლებლობა პრეფერენციული რეჟიმით, ან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით წვდომა გქონდეთ. ასევე არის სერბეთის რესპუბლიკასთან ჩვენ სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ მინისტრი სტუმრობდა სერბეთის რესპუბლიკას, სადაც ასევე ძალიან დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული უკვე ერთობლივი განცხადების საფუძველზე. ჩვენ მომავალ წელს დავიწყებთ მოლაპარაკებებს სერბეთის მხარესთან თავისუფალ ვაჭრობაზე და არის ასევე ისრაელი, რომელთანაც ჩვენ ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ 2020 წელს მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, შემდეგ თქვენ გახსოვთ ეს პოსტკოვიდური
პერიოდი, შემდეგ საომარი მდგომარეობა, რაც იყო მიზეზები, რატომაც ჩვენ ვერ დავიწყეთ მოლაპარაკებები. ეხლა გვაქვს გარკვეული კონსულტაციები ისრაელთანაც, რომელთანაც ვფიქრობთ, რომ 2026 წელი იქნება ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობაზე მოლაპარაკების დაწყების წელი. ანუ ევროკავშირის 9 მილიარდიან ბაზარს, ჩინეთის ბაზარს დაემატება, გვაქვს ამბიცია ყოველ შემთხვევაში რომ დაემატოს ეს ქვეყნები. შედეგების თვალსაზრისით და ასევე კორეა უკაცრავად გამორჩა. სამხრეთ კორეასთან ჩვენ გვაქვს უკვე დასრულებული მოლაპარაკებები, რომელზეც მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები და მომავალ წელს უკვე აღნიშნულ შეთანხმებას ხელს მოვაწერთ, რაც დამატებით 50 მილიონზე მეტი სამხარობლო ბაზარია. ჯამში ეს ჩამოთვლილი ქვეყნები ჩვენ გვაძლევს 130 მილიონზე მეტ დამატებით სამხარობლო ბაზარზე წვდომას. კი ბატონო, მთლიანობაში თქვენი მიმართულების გათვალისწინებით საქართველოს თანამშრომლობა დანარჩენ მსოფლიოსთან, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მაქვს ბუნებრივია საუბარი, რამდენად წარმატებულად აფასებთ და დაუშვათ ამ ნაწილში სად გვაქვს გამოწვევა, რომელთა გადაჭრასაც ისურვებდით 2026 წელს. დიახ, ჩვენ მარტივად რომ შევაჯამოთ 2025 წელი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით იყო ძალიან პოზიტიური. ასევე ხაზგასასმელია ის, რომ ჩვენ ექსპორტის ჩათვლით 6.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, გადააჭარბა 11 თვის მონაცემებით. და მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ 2025 წელი გამოირჩეოდა ზრდის მაღალი ტემპით, ექსპორტის კუთხით, მიმართულებით 10%-ზე მეტით გაიზარდა, უკვე გადააჭარბა იმ მონაცემს, რაც 2024 წლის მთლიან ჭრილში ჰქონდა 11 თვის მონაცემმა და მნიშვნელოვანია, რომ გეოგრაფიაც გაიზარდა. 134 ქვეყანაში მოხდა ექსპორტის გატანა და ასევე რაც მნიშვნელოვანია, 134 ქვეყნიდან 70 ქვეყანაში ჩვენ მქონდა ექსპორტის ზრდა. ზოგიერთ მათგანში, მათ შორის 20 ქვეყანაში ორჯერ მეტად გაიზარდა ექსპორტი. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ჩვენ მქონდა ევროკავშირის ბაზარზე 19%-იანი კლება, წელს უკვე გვაქვს 57%-ზე მეტი ექსპორტის ზრდა. ეს ყველაფერი საერთო ჯამში გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა სწორად ხორციელდება მთავრობის მიერ და ჩვენი ექსპორტიორებიც ზუსტად ამ პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებენ შესაბამის ექსპორტს ამ ქვეყნებში. ასევე გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის აწარმოებს საქართველოს პროგრამის ფარგლებში, რითაც ჩვენ ვეხმარებით ექსპორტიორებს, რომ უფრო მეტი პროდუქტის განთავსება მოახდინონ საერთაშორისო ბაზრებზე და პოპულარიზაცია გაზარდონ ცნობადობა მათი წარმოებული პროდუქტების იმ ბაზრებზე, რომელზეც მათ აქვთ ეს პრეფერენციული რეჟიმებით წვდომა. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორი 2026 წელსაც ამ და სხვა აქტუალურ თემებზე სასაუბროთ. გენადი არველაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.